აქეთ გირჩევნია მაინც რა. გაიქრეს რა. მოგულო ზადებელა ხო? მიდი ხო მიდი მამა
და ესეთი ასე არ ჩერდება. მისმა თავმჯდომარემ ბატონმა ირაკლი ლოაძემ და მას აბსოლუტური გადასცეს ეს პრიზი ყველაზე საუკეთესო სპორტსმენს დროებითი ასპარეზობაში. ეს არის თემურ აბრამოვი. ბატონებო, როგორც თავიდანვე გამოცხადდა, გორის მოქალაქეთა კავშირის რეგიონალურ ორგანიზაციას დაწესებული ჰქონდა პრიზი საუკეთესო მრბოლებისათვის. ჩვენ შევეკითხეთ მაყურებლებს, გავიგეთ მათი აზრი და საერთო აზრის გათვალისწინებით ბატონ თემურის გვინდა მიულოცოთ ის წარმატება, რომელიც მან მოიპოვა დღევანდელ სპორტულ ასპარეზობაში და უსურვოთ კიდევ მრავალი წარმატებები. საქართველოს მოქალაქეთა კავშირის გორის რეგიონალური ორგანიზაცია უერთდება თქვენს განწყობას და უსურვებს გორის საზოგადოებას ამ კულტივირებული სპორტის ავტორბოლის შემდგომ განვითარებას. მადლობა დღევანდელი მონაწილეობისათვის, ყველას მადლობა მხარდაჭერისათვის. მართვეს და სულანადებული იყო. საგუნდეთ გამზადა აი ახლა ბატონი ალიგა მიხანაშვილი დღევანდელ ასპარეზობაში მესამე ადგილი დაიკავა ირაკლი ჯაჯანაშვილი სპეციალური თასი, რომელსაც გადასცემს დღევანდელი ასპარეზობის ყველაზე ძარღვიან და პაექროვისთვის შეიძლება ითქვას დაბადებულ და ჩამოსულ კაცს, ჩვენ ძმას, ჩვენ არსენ სარქისოვს. Что вы скажете о сегодняшней гонке? Как вам трасса вообще? Какие у вас впечатления вообще? Ну, впечатления, конечно, большие, очень хорошие. Потому что каждая гонка и для меня, и для моих друзей, для моих братьев, это праздник. Это мы так решили, это решили наши предки, которые гонялись, и мы после них начали тоже гоняться. Ну, что о трассе, что сказать? Трасса как трасса. Для всех одинаково. Не только же для меня она одна построена или для меня одна. Так что было все хорошо. Можно ездить, но надо, чтобы все ездили. Побольше, пускай кто слышит, пускай им будет стыдно, пускай приезжают и гоняются. Теперь не главное, кто выиграл и как выиграл. Выиграл человек, который
уже, наверное, я не знаю, сколько лет я не могу сказать о спорте, но он, короче, дедушка этого спорта. И мы больше рады, что выиграл именно он. Потому что нам еще, потом мы выиграем как-нибудь. Спасибо. Большое спасибо тоже. Организовать, провести эту гонку. Насколько? ბატონო თემო, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, თქვენ ბოლო წუთამდე არაპირებდით ამ რბოლაზე გამოსვლას და მოგვიყევთ რატომ რა მოხდა? ნუ რატომ პორშინებიდან ამოასხა ზეთი და მეთქი ალბათ ამ მატორი არ გავაბუქე და მეთქი მივli ახო ან არა და გამართლა მატორმა და დავამთხო. და დღევანდელი ღონისძიების ასპარეზობის შესახებ რა სიტყვა? ნუ კაი ხალხი მაგდანაც ბედი არ იყო. მაგრამ უფრო მესიამოვნა რაღაც ძლიერი გონკა აღმოჩნდა. რაც ნაკლები და ხშირად ხვდებოდით, ან ძლიერი ბიჭები შევეკრიბეთ. თუ არიან კიდევ ძლიერების რომელიც ვერ მოვიდნენ, მაგრამ არ მეგონა რომ ესეთი გაჭი. ნუ სიძლიერით ჩატარდებოდა ეს გონკა. ძალიან მომეწონა მეტი რა და და თქვენი ნაცნობს, თქვენი ასე ვთქვათ, კოლეგის გოჩა გურგენაშვილის შესახებ რა შეგიძლიათ? გოჩაზე იმას ვიტყვი, რომ ძალიან კარგად არის. ყველას გვეშინია მაგისი, მაგრამ ცოტა აი შეცდომებს აკეთებს ხოლმე. ან მანქანა უმტყუნებს, ხანდახან მოუცურდება თორე. ისე როგორც საპერნიკი, ერთ-ერთი საპერნიკი ყავს. მე მგონი. დიდი მადლობა. გის გილოცავთ. და ბელჯელაც მოუგია. გილოცავთ წარმატებას. დიდ სალამს კიდო ჩვენ გოჩას. გორიდან. მადლობა. სპორტში მე ძალიან მოხარული ვარ რომ აი ქორელებმა ბატონმა ალიკამ ეს საქმე ითავა, ტრასაც გაკეთდა, ხალხიც კმაყოფილია, ჩვენს კმაყოფილები ვართ თავისთავად. ქვეყანას უჭირს მართალია, ჩვენს გვიჭირს. იგივე ტექნიკა არ გვივარდა, იგივე რაღაცას ვაკოციცებთ რომ მანქანა ფორმაში მოვიყვანო და მონაწილეობა მივიღო. რა მოხდა ახლა რომ ცოტა ვიყავით მონაწილეები, მაგრამ არა უშავს. ფოთაშორის გოლში ჩამოსვლა გულხარია ყოველთვის. რაზე? ალეშიკელიძე ბევრია. გონგის დამთავრებაზე კიდო ურუმარელის არის. ბატონ ალიკას გავუმართ. ეგ რიტუალი თავს ამ სპორტს. მე ნება მომეცით კიდევ რომ დიდი მადლობა მოუხადო მთელი ამ შეჯიბრის ორგანიზატორებს. ყველაფერი ძალიან მშვენივრად ლამაზად ჩატარდა, ყველაფერი ავტოსპორტში პირველ რიგში უნდა მშვიდობიანად დამთავრდეს და მე უკვე პრიზიორებს უნდა მიულოცოთ. მე მინდა დიდი მადლობა მოუხადო ჩემს სპონსორს, ფირმა ელის და ჩემს კიდევ ერთ სპონსორს, სლოვაკო ფარმა, არის ეგეთი წარმომადგენლობა ამიერკავკასიაში და მისი წარმომადგენელი ჩემი ძმა და მეგობარი ბესო კვარცხავა. დიდი მადლობა თქვენ, დიდი მადლობა ჩემს სპონსორებს, დიდი მადლობა ჩემ მეგობრებს, რომლებიც ერთად ვარ და კიდევ ალბათ დიდხანს ერთად ვიქნებით. დიდი მადლობა სულ. ეგ ვიტყვი კიდო დიდი მადლობას კიდე მოუხდო ჩემ სპონსორ ასტრა დიღოს, რომელიც მას სპონსორებს დღევანდელ დღეს. აგონებოდეთ თქვენ არა ყავთ სპონსორი. ამჟამად არ მყავს. ამ შეჯიბრზე არ მყავს, წინა შეჯიბრებზე მყავდა ქუთაისში, რომელიც ჩატარდა გასაკურველია. მე იგივე მადლიერების გრძნობით მინდა ამ შეჯიბრის ირგვლივ, რაც ჩემს წინ გამოხატეს გრძნობა და სიტყვები, იგივე მინდა გამოვხატო გორის ამ შეჯიბრის ორგანიზატორს. უღრმესი მადლობა ალიკა მიხანაშვილს და საერთოდ ყველას მაყურებელს. ყოველდღე მეორე ტარდება უკვე ეს შეჯიბრი და ყოველთვის კმაყოფილების გზნავითა და ასე სახემამღიმარი მივდივართ აქედან რა. მშვიდობით დამთავრდა, რაც თავარია, არაფერი არ მომხდარა ესეთი განსაკუთრებული და ყოველთვის მოხარული ვიქნებით, რომ ხშირად ჩატარდეს და ხშირად მივიღოთ მონაწილეობა აი ზუსტად აქ გორში. მადლობა, დიდი მადლობა.